ჯობა მოგესალმებით დღეს რა თქმა უნდა ისევ ჩვენი გადაცემა გახლავთ ეთერში საფრთხეები და ჯანსაღი სამყარო მე ვფიქრობ რომ ძალიან აქტუალური თემებით ყოველთვის წარსდგებით მაყურებლის წინაშე და ძალიან საინტერესო ფაქტებს ვაშუქებთ დღესაც ძალიან საინტერესო ფაქტები გვაქვს და ძალიან საინტერესო თემა გვაქვს და გთხოვთ ყურადღებისაკენ მე მინდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გაგაცნოთ იურისტი მოძრაობა ამერიკის ბიოლაბორატორიებისა და ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი კობა კუსიანი. ბატონო კობა, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ყოველთვის ჩვენი სტუმარი ბრძანდებით, ესე ვთქვათ, თანაწამყვანის ფუნქციაც გაქვთ, რომ თქვენ ძალიან ესე ვთქვათ კომპეტენტური პიროვნება ბრძანდებით იმ საკითხებში, რომელიც საკითხებსაც ჩვენი ტელევიზიის საშუალებით და ჩვენი გადაცემის საშუალებით გადავცემთ და ვაწვდით მაყურებელს და ვიცი რომ დღეს ძალიან საინტერესო თემით ხართ სტუდიაში. ამიტომ მოდით დავიწყოთ ჩვენი გადაცემა ბიოლოგიური ომი, ესე ვთქვათ. მოდით დავიწყოთ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ თუ ზოგადად რა ხდება ამ ლაბორატორიაში და რა შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს უთხრათ ის რაც არ იცის მაყურებელმა. მივესალმებით თქვენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის, მადლობა რომ ინტერესდება TV ქართული აი ამ პრობლემით, რომელიც მართლა გლობალურია. მოდით სანამ ლუგარზე ვისაუბრეთ, უბრალოდ პატარა შესავალს გავაკეთებ თუ რა არის ბიოლოგიური, მაგალითად ეს იარაღი და ბიოლოგიური ომი. იმიტომ რომ თვითონ მოსახლეობა, რატომაც ქართველი მოსახლეობა, რატომაც ვერ აღიქვამენ იმ სიმძიმეებსა და იმ მავნე, ესე ვთქვათ, ამ ბიოლოგიური თვითონ კუთხიდან, რაც მაგალითად საშიშროებაა მოსახლეობისათვის. მოდი ესე ვთქვათ, რომ ეს ხა ბიოლოგიური იარაღი არის ერთი, ბიოლოგიური ომი არის მეორე. ნუ ეხლა იქნება ბიოლოგიური იარაღი იმისათვის, რომ წარმოუდგინოთ ბიოლოგიური ომი. რაც შეეხება ახლა ომს, ეს არის თვითონ როგორი იცით, ბაქტერიები, რომელიც მაგალითად ვირუსები და სოკოანოსპორომი გამოიყენება ადამიანების, მაგალითად ცხოველების, მცენარეების დასაინფიცირებლად. დიახ. ეხლა თუ შევხედავთ ჩვენ სხვათა შორის ახლა ეს ომი ტაქტიკური მიზნით მისაღწევად ბიოლოგიური იარაღის გამოყენება მრავალი გზის არსებობს რა. არის ხოლმე ეს არის უფრო დიდ ტერიტორიაზე განვარცოთ მაგალითად როცა რამე მოწინააღმდეგის მხრიდან, მაგრამ ასევე ჩვენ შეგვიძლია ეს ვაწარმოოთ მიზანმიმართულად. დიახ. ბატონო კობა ჩაგეკითხებით, აი თუნდაც დღევანდელი მდგომარეობა რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, რომ დაავადებული იყვნენ საქონელი, ნუ პირუტყვი, ესე ვთქვათ, საიდანაც მოგვეწოდება არცე, არაჟანი ეს შემდეგ. აი თქვენი აზრით როგორ ფიქრობთ, ესეც არის თუ არა ესეც აი ამ ბიოლოგიური ომის ან იარაღის ნაწილი და ზოგადად თქვენი აზრი რა ხდება ამ სფეროში? ძალიან ესე რო ვთქვათ, განვიხილოთ ძალიან ზოგადად, რომ შესაძლებელია, იმიტომ რომ თუ ვინმეს ინტერესია, რომ მაგალითად ეს ბიოლოგიური როიტყვიან იარაღი განავრცოს, ერთ-ერთი კაი საშუალება საკვებში, წყალში და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ ალბათ ჩვენ ვისაუბრეთ შემდეგ სხვა გადაცემაში, უფრო პტორთან მიმართებაში, რომ მაგალითად წყალში რო არის და ასე შემდეგ ბევრ რაღაც იმაში. და ასევე შეიძლება, რატომაც არ შეიძლება. თუმცა მოდი მეორე მხრიდან მე ახლა ერთ სამხრივად რომ თქვა, რომ იცი რა მართლაც ეს არის საშიშროება ასე და ეს არის ვიღაცა ჩვენ გვებძის, ცოტა მე არ ვიქნები მართალი, იმიტომ რომ თვითონ საქმეს არ ვიცნობ, თვითონ არ ვიცი რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა და მოდი ასე შემოვიფარგლებ ამ კუთხით, რომ შესაძლებელია, რომ ამ კომპანიას ებრძვის ვიღაცა დიდი კომპანია და ჩაძირვა უნდა მას, როგორც ესეთ, როგორც ბიზნესი, როგორც ხდება ხოლმე ბიზნესის ჩაძირვა და ასევე შეიძლება მართლაც იყოს რაღაცა, მაგრამ ამ ყველაფრის, იცით რა, უნდა იყოს სათანადო სამსახური, რომელიც აქ ეს კი არ იქნება სოციალურ ქსელებში განხილვადი. არამედ უშუალოდ იქნება მიზანმიმართული გამოძიება დაიდება, ფაქტები დაიდება ის საშიშროებები, რომელიც საშიშროებებიც იყო საუბარი. და მოსახლეობას ხელისუფლება, მოგიდიოთ, სხვა დანარჩენთან ერთად უნდა
განუცხადოს და უნდა იყოს ამისთვის გადაცემა, სადაც იქნება და მოსახლეობას ეტყვიან, რომ არა ბატონებო, მაგალითად ეს იყო კარგი და ეს არის ესე იბრძვიან ასე შემდეგ და ამ კიდე იტყვიან, რომ არა. ნამდვილად ეს არის ჩაძირვისთვის და ასე შემდეგ. აი ეს ფაქტორი შეიძლება ამ კუთხით გავავლო და ამითი შეიძლება ვისარგებლოთ ამ მიმართულებით. დიახ. თუმცა ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, შიში და პანიკა საზოგადოებაში. ხო, აი უყურეთ პანიკა არის, კონკრეტული პანიკა არის სამწუხაროდ ეს ერთეული ისენი რომ გამოვარდება ხოლმე ესეთი რაღაც და მოსახლეობა უცებ დაიწყებს ახლა სხვათაშორის წამოსვლის წინ ასევე უყური რომ წყალზე გაკეთდა ახლა რომ ეს პტორიანია ეს გადაასხავს იქ ეს მაპატიათ მაგრამ ეს სცენები მოსახლეობაზე манипуლირება არ არის სწორი და არ არის მართალი. ამიტომ ეს რაღაცა ვიღაცას მოუნდა და ჩაწერა და ვიღაცას დაუჯეროთ ჩვენ ეს ცოტა რთულია. ამიტომ ვამბობ რომ მოსახლეობა აბსოლუტურად არის გადართული სხვა სივრცეშია ვერ აღიქვავს პრაქტიკულად რეალობას, რა რეალობაშიც ცხოვრობს და იმის მაგივრად რომ მაგალითად ჩვენ თქვათ რომ ბიოლოგიური იარაღი და ბიოლოგიური ომი არის ნამდვილად ჩვენს წინააღმდეგ, ამაზე მაგალითად არავინ ხმას არ იღებს. ამას არ ამბობს არც როიტყვიან შინაურ და არც გარეგული. არც გვეთქვიან კიდეც. რა თქმა უნდა. აი ბატონო კობა რომ შევეხოთ COVID პანდემიას, რომ გავიხსენოთ ეს პერიოდიც, ბიოლოგიური იარაღი COVID პანდემიის და იყო თუ არა ეს ბიოლოგიური ომი. ფაქტიურად ჩვენ ძალიან ბევრ გადაცემაში გვაქვს ამ თემაზე ნასაუბრები თქვენთან ერთადაც, სხვებთან ერთადაც და მაშინ უფრო აქტუალური იყო ესე ვთქვათ ეს პრობლემა და უფრო ბევრ საუბრობდით, მაგრამ აი მაინც თქვენ რაღაც ჩვენი თემა დღევანდელი არის ბიოლოგიური იარაღი, პანდემიასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით მაინც თქვენი გადასახედიდან და თქვენი გამოცდილებით. მოდით, ახლა აქედან დავიწყებ ისე რომ პრაქტიკულად დასავლეთმა გადააქცია პოსტსაბჭოთა ქვეყნები სატესტო ქვეყნებად. პრაქტიკულად ჩვენ მიმყოფებით საცდილ კურდღლებად. ამიტომ ყველაფერი ამასთან მიმართებაში, რომელიც მაგალითად ახლა მომდინარეობს და ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი გვაქვს, ხო? უამრავი ქვეყანა იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ჯერ რამდენი ლაბორატორიას აფინანსებს ამერიკა. ეხლა მოხდა რომ აი შეწყვიტა დაფინანსება, ხო, ამ როგორც ლუგარის ლაბორატორია შეუწყვეტა რაღაცა კუთხით დაფინანსება. აქ ახლა გამოჩნდა USAID, რომელიც ასევე დიდი ამბავით და დიდი აჟიოტაჟით მოხდა, რომ თურმე ეს ორგანიზაცია ესეთი და ნუ მოკლედ არ შეიძლება და აი სხვათა შორის გუშინ წავაწყდი ესეთ იმას, რომ Twitter-ზე მაგალითად ილონ მასკმა ამბობს, რომ USAID იყო ესე იგი დააფინანსა ბიოიარაღების, ესე იგი მათ COVID პანდემია, ნუ ამ ორგანიზაცია აფინანსებდა. ეხლა თქვენ როგორ გონიათ, მე როცა ვთქვი, რომ ანალოგიურად USAID აფინანსებდა ლუგარის ლაბორატორიას, რატომაც ამაზე არავინ არ გაამახვილა ყურადღება, მაგრამ ხელისუფლებამ გაამახვილა ყურადღება მხოლოდ ერთზე, რომ ესენი აფინანსებდნენ მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც უნდათ ქვეყნის გადატრიალება. ზუსტად იქიდან მოდის ეს ქვეყნის გადატრიალება, რასაც მაგალითად ბიოლოგიური იარაღი, რასაც მაგალითად ბიოლოგიური, როცა ომი ქვია. ნუ მე ამას ერთ იმაში განვიხილავი და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოახერხებს. არასამთავრობო მოახერხებს, მით უმეტეს კარგად იცოდნენ, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი აბსოლუტურად ერთ-ერთ წელს ჩვენ როცა მიტინგი მოუწყეთ ამ ორგანიზაციას, მისი ხელმძღვანელი გაიქცა ხელისუფლებაში. ხელისუფლება იმაზეც კი არ დაინტერესდა თუ რა კუთხით მართავდით ჩვენ იქ მიტინგს. აი ეს არის ესეთი სიახლეები. ეხლა რა შეეხება ლუგართან მიმართებაში, მოდი ახლა ცოტა ესე პანდემიასთან რაღაცა ცოტა იმიტომ რომ მე მინდა მაყურებელს აუხსნა რომ ეს ყველაფერი იმდენად ერთმანეთში არის შერწყმული, რომ ვერ განვაცალკავებთ რა რაღაც, იმიტომ ყოველთვის გვიწევს მე წინა გადაცემებშიც ვამბობ ხოლმე რომ ამათთან ჩვენ შეხება მაინც გვიქნება და მაინც უნდა ვახსენოთ. ეხლა რა შეეხება ლუგარის ლაბორატორია არ გეგონოთ, სხვათა შორის დასავლეთი რო შემოვიდა საბჭოთა კავშირი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლაბორატორიებში პრაქტიკულად ჩააფრინდა ესე რომ მათგან აიღო ერთ-ერთი ლაბორატორია თქვენ გახსოვთ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც საკმაოდ ამიერკავკასიის ის იყო, ეს არის გოთუას ქუჩაზე არსებული ბაქტეროფაგი.
ბაქტერიოფაგი, სადაც საკმაოდ კაი სპეციალისტები და კარგ წამლებსაც უშვებენ სხვათა შორის, ეს აღიარებული არის. კი, ცნობილი იყო სხვათა შორის როგორც ისეთი. აქაც კი შევიდა დასავლეთი და დასავლეთის წარმომადგენლობა. მაგრამ ამის გარდა არსებობს კიდე ეგრევე ვთქვათ ფილიალები. ესენი არის მაგალითად ლაბორატორია არის მაგალითად ქუთაისში, ბათუმში, თელავში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, ზუგდიდში და ამბროლაურში. უკაცრავად ჩაგეკითხებით. რომელი ლაბორატორიებია თუ შეგვიძლია? მოდი, ამას ძალიან რთულია ამის აღკვირვებთ. მოდი ახლა შევხედოთ. ესენი არიან მეორე დონის ლაბორატორიები. ლუგარის ლაბორატორია არის მესამე დონის. და ბოდიში კიდევ ჩაგეკითხებით. აი ამ ლუგარის ლაბორატორიაში რა ხდება ზოგადად? თქვენ ძალიან კომპეტენტური ბრძანდებით ხა ამ თემაში და მაინც მინდა დაგისვათ ეს კითხვა. რა საშიშროება შეიძლება გაჩნდეს ლუგარის ლაბორატორიიდან დაუშვათ? გვაქვს რაიმე საშიშროება მოსახლეობას, რომ აი მაგ ლაბორატორიაში რაღაცას ისეც აკეთებენ, რომელიც საშიშროება ყოველთვის არსებობს და მოდი თუ იქიდან დავიწყებთ ჩვენ რომ მაგალითად ზოგადად თუ შევადარებთ ახლა ამ როგორც ასეთი BCL ლაბორატორია მეორე დონის, რომელიც არიან რეგიონებში, ეს არ არის ის ესენი აგროვებენ პრაქტიკულად აი რაზე რომლებიც მუშაობენ ადამიანის დაავადება და დაკავშირებულ აგენტებთან, პათოგენურ ინფექციურ ორგანიზმებთან. ანუ რომლებიც ჯანმრთელობის საფრთხეების წარმოადგენს. ანუ ჩვენ ჯანმრთელობა, ანუ ამაზე მუშაობთ. მაგრამ ეს ყველაფერი მასალა რომელიც გროვდება მოდის ლუგარის ლაბორატორიაში. როგორც მაგალითად PCR ტესტი, რომელსაც ჩვენ ეგრეთ წოდებული გვაუიძულებდნენ ვაგვეღო. ეს ტესტები მიდიოდა ლუგარის ლაბორატორიაში და მე ახლა ამ ეტაპზე შევიდე ჩვენ გვექნება ალბათ გადაცემა უფრო ცოტა ფართოდ და გვარსახელებით შევეხები, სადაც კეთდებოდა მე ამის ლაბორატორია და შემდეგ იქიდან მოდიოდა დადებითი თუ უარყოფით. თუმცა ეს მეორე მხარეა, მაგალითად რომ ეს ტესტები რამდენად მისაღები იყო იმ დროს, იმ მომენტისათვის. მაგრამ უყურეთ აი ამ მე რატომ წეღან რომ საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურად მიძინებულია. იმიტომ რომ აი ახლა ვიტყვი რომ მაგალითად ყაზახეთში ეს ყველაფერი ხა სანამ ამას ყაზახეთს გავაგზავნე გეტყვით რომ ბიოლოგიური ლაბორატორიებიდან უკრაინიდან გადმოგზავნილი შტამები და სხვადასხვა მასალები შემოვიდა საქართველოში, ერევანში და ყაზახეთში. კიდევ უფრო მეორეც. შემდეგ საქართველოდანაც გაიტანეს და გადაივიდა ყაზახეთში. იქიდან გამომდინარე, რომ ყაზახეთში საკმაოდ მეოთხე დონის ლაბორატორია შენდება. და მე მინდა რომ უბრალოდ მაყურებელს ვაჩვენოთ ფოტომასალა, სადაც ყირგიზეთის მოქალაქეები ქალაქ ბიშკეკში აქციას მართავენ წარწერებით, რომ არა ბიოლოგიურ ლაბორატორიებს და გეტყვით რომ ესე იგი ეს ესაზღვრება ყაზახეთს ეს ქალაქი და იქაც კი მართავენ. აი უყურეთ და ჩვენ ამ დროს ჩვენ ხო ცხვირწინა გვაქვს ეს ყველაფერი და მეორე ფაქტის კიდეც გეტყვით. ეხლა ისე ვიდეო მასალა მოდით ვაჩვენოთ მაყურებელს, სადაც არის ეს არის ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა, სადაც ასევე ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი ესე იგი მართავს მიტინგს. ამ მიტინგზე გამოვიდა და ეწინააღმდეგია მე-13 ლაბორატორიის აშენებას სომხეთში და გეტყვით რომ ესე იგი ადამიანები ამბობენ რომ ეს ჩვენ ჯანმრთელობა საფრთხეს უქმნის და ამის წინააღმდეგ გამოდეთ. თქვენ გინახიათ კოვიდის მერე რომელიმე მიტინგი ჩატარებული რომ ბიოლოგიური ლაბორატორიის წინააღმდეგ გამოსული იყვნენ? არა, სამწუხაროდ არა. ხო, აი მაგაშია საქმე რომ უბრალოდ ადამიანები რატომღაც ამას არ აქცევენ, დიახ, რიგით აღიქვავენ. მაგალითად გეტყვით რომ თუნდაც აი ამ პროგრამის გადაცემიდან გაჟღერებული სხვა მასალებთან მიმართებით. მაგრამ არის ბატონო კობა ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც ძალიან დიდი ინტერესით უყურებს ამ გადაცემას. ეს მიტინგი ჩაატარეს ამერიკის საელჩოს წინ. სომხეთში. ამერიკის საელჩოს წინ, რომელიც საკმაოდ სხვათა შორის და даже მოითხოვეს, რომ ელჩი გამოაცხო ნონ-გრატ პიროვნებას. დიახ. ბატონო კობა, ამერიკის ბიოლაბორატორიების შესახებ რა შეგვიძლია რომ ვთქვათ? რა სიტუაცია არ არის ეს ყველაფერი გადატანილია სხვადასხვა ქვეყანაში, ეს ამერიკა პრაქტიკულად არწმუნს 1972 წლის კონვენციას ამ ბიოლოგიური იერარქიისა ბიოლოგიური იმების მიმართებაში, იმიტომ რომ მათ არ აქვთ არავითარი, ესე იგი
ამიტომაა რომ აი მე ყოველთვის ვამბობ და სხვათა შორის როცა ერთ-ერთ კონფერენციაზე განვაცხადე და რუსეთის ხელისუფლებაზე თქვი რომ ერთ-ერთი ქვეყანა რომელიც ამას ებრძვის ზუსტად ის ადამიანები რომლებთან ერთადაც ჩვენ ვიბრძოლით კოვიდის დროს ისინი გამოვიდნენ და დამადაშაულეს მეც ქალბატონი თინას და კიდე ბატონ თემურ მაკარიძეც იმაში რომ თურმე ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები ქვეყნის მოღალატეები რაში გამოიხატებოდა ეს ის გამოიხატებოდა თურმე რომ მე მოვითხოვე რომ შეიქმნა საერთაშორისო კომისია მაგალითად და მოხდეს აი ესეთი ბიოლოგიური ლაბორატორიების შემოწმება. თუმცა იქ იყო მაგალითად რომ აი რამდენჯერ შევიდნენ, შეიყვანეს ჟურნალისტი იქ არ უნდა შევიდეს და არ უნდა შევიდეს მაგალითად უბრალო ადამიანი. არდა ძალიან საინტერესო იქნებოდა იქ შესვლა. იქ უნდა შევიდეს სპეციალისტები, რომლებიც არიან აი ამ ბიოლოგები, მიკრობიოლოგები ასე შემდეგ. რომელიც იქნება საერთაშორისო შექმნილი კომისია, რომელიც შეამოწმებს და დასკვნას დადებს, ეს არის საფრთხე თუ არ არის საფრთხე. მაგრამ ამას ყველაფერს წინ მე რაც ვთქვი ერევანთან მიმართებაში, გეტყვით რომ აი ეს ლაბორატორია, რომელსაც ახლა მე-13-ს აშენებენ, უშენებენ რუსეთის ესე იგი ბაზა, სადაც მდებარეობს, მასთან ახლოს. ხა პრაქტიკულად ეს საფრთხე ჩვენთვისაც არის. თვითონ სომხეთის რესპუბლიკის და ირანსაც ეხება ეს პრაქტიკულად აზერბაიჯანს სულ ყველას ეხება პრაქტიკულად იმიტომ რომ ჩვენი სამეზობლოა ჩვენ არ ვიცით ხვალდაზე იქიდან რა შემოვა რა ვინ შემოიტანს მაგალითად სხვადასხვა დაავადებას და ასე შემდეგ ძალიან რთული სიტუაციებია იმის დამიხედვით რომ თითქოს არაფერი ხდება თითქოს ხდება და მეორეც კიდე ყაზახეთში გეტყვით ხო მე ერთ-ერთ გადაცემაში მაგრამ გავიმეორდები თქვენთან რომ რატო არის ეს ესე იგი დასავლეთმა შექმნა როგორი ესე იგი სლავებზე უნდა მორგებული ვირუსი რომელიც გენომი რომელიც სლავებზე იყო მორგებული უკრაინაში იმიტომ იყო ეს რუსებზე მიმართული კავკასიელები საქართველოში იმიტომ იყო საკმაოდ დიდი ლაბორატორია და ძალიან მაღალი დონის ეს ლუგარი რომელიც ასე წოდება ეს იყო კავკასიელები და ეს მოიცავს სომხეთს ასევე ჩეჩნეთს და ასე შემდეგ ნუ საქართველოს და აზერბაიჯანს თუმცა აზერბაიჯანშიც არის ეს და მეორე არის ყაზახეთი ეს უფრო აზიის მხარესაა ანუ გენომი ცალ-ცალკე დაიყო და ცალ-ცალკე მოხდა მათი გადანაწილება ანუ ვის როგორი ну როგორი გამძლეობა აქვს ამა თუ იმ ვირუსზე. როცა ამაზე ვსაუბრობთ, რატომღაც ეცინებათ, რატომღაც იცი ფიქრობენ, რომ ეს არ არის მართლა. ну თუ ვინც არის ჩახედული კი მეხდება, მე რაც ვსაუბრობ და რა მემართულებაც რაზეც ვამახვილებ ყურადღებას. და პლუს კიდე ამას ჩვენი ლუგარის ცოდნე ადამიანები ყაზახეთის სპეციალისტებს ამზადებენ. ესეც არავინ არ იცის, ხო? მოდი ესე ვთქვა, ანუ გადაგზავნე მივლინებაში მიდიან, სადაც ამზადებენ ჩვენი ექიმები ამზადებენ იქაურ ექიმებს. ესეც ერთ-ერთი ისაა, ანუ პრაქტიკულად ყველა მასალა ეხლა, იმიტომ რომ უფრო ცოტა უსაფრთხო შედარებით, ეხლა გახდა ყაზახეთი, იმიტომ რომ ტერიტორიაც დიდია და აი ეს ბიოლოგიური აგენტები და ასე შემდეგ, ყველაფერი გადაიგზავნა პრაქტიკულად იმაში ყაზახეთში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს მაგალითად საფრთხეები არ გვემუქრებს. საფრთხეები საკმაოდ დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ ხვალდაზე რაზე მუშაობენ, ან რას გააკეთებენ, ან როგორ გააკეთებენ, არ პრაქტიკულად ისიც რა არის, როცა ხდება სხვადასხვა მასალის შემოტანა და ხდებოდა ლუგარის ლაბორატორიაში, ამაში იყო ჩართული ამერიკის საელჩო. მე მაქვს დოკუმენტები, საბუთები, სადაც მიწერ-მოწერა აქვს ლუგარის ხელმძღვანელობას და საელჩოს შუამავლობას ითხოვდნენ, რომ ტვირთი გამოეტარებინათ მაგალითად კონტროლის გარეშე. იმიტომ რომ მალე ფუჭებადია. ეს მალე ფუჭებადი იყო სხვათა შორის ადამიანის სისხლი, რომელიც შემოდება. ასეთივე სისხლები იგზავნებოდა საქართველოსდან ლუგარის ლაბორატორიაში სხვადასხვა ამერიკის სადაზვერო სამსახურში, სადაც თუნდაც ის ავიღოთ, თუ გახსოვთ თქვენ, C ჰეპატიტზე მკურნალობის კუთხით. დიახ, ამ ადამიანებს უღებდნენ სიცხს და ის გზავნებოდა. მაგრამ არავის არ დაუთვლია ამ ადამიანების სიკვდილიანობა თუ რამდენს როგორ მოერგო, ზოგი მართლაც მოერგო და გადარჩა, ზოგი ბევრი დაიღო. თითო ჩემი ოჯახის წევრი დაიღუპა ამ პროგრამაში ჩართული, განუვითარდა სიმსივნე და გარდაიცვალა.
ასეთ კონკრეტულ ფაქტებს არავინ არ ასახელებს. ასეთ კონკრეტულ ფაქტებზე არავინ არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ იცით რა, ეხლა მეც ითქვა გამოლე რომ რასაო აგერ ჩემი ახლობელი გადარჩა. კი ბატონო გადარჩა. მაგრამ მოდი აცრებზე შევხედოთ მაშინ. დიახ. შევეხოთ, ხო? როცა ეხლა გეტყვით მაგალითად რომ აი რამდენი ხანია ეხლა აცრებთან მიმართებაში ძალიან საინტერესო რაღაცას მოგახსენებთ პატივცემულებო. სხვათა შორის ამერიკის ჯანდაცვის სამინისტრმა კენედიმ ასეთი რამ განაცხადა. ზუსტად ეს იყო გუშინ, რომ არა გუშინ წინ ვიდეო იყო, სადაც საუბრობს როგორ ჩვენ გვებრძვიან გლობალისტები არასასურველ ადამიანებს. არასასურველ ადამიანები ვართ ჩვენ, მე, თქვენ და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე ფაქტია ისაა, რომ ახლა გავაგრძელებ ასევე განცხადება რობერტ კენედისა. მე მინდა რომ უბრალოდ ციტირება მოვახდინო, რომ უფრო ცოტა უფრო მოვირგებ ცოტა სამედიცინო მიმართულებით. ხოდი ესე ვიტყვი. ესე იგი, რობერტ კენედიმ ძროხთან თქვა, რომ ბილ გეიტსი ჯანმოსთან ერთად ფარულად სტერილიზებდა ქალებს. აფრიკის, აზიაში და ტეტანოსის ვაქცინის ამოფარებული. ესე იგი, უკეთდებოდათ ვაქცინა ტეტანოსის და ამ დროს ხდებოდა პრაქტიკულად ქალების სტერილიზება. ეს იყო ჯანმოსთან ერთად ბილ გეიტსის თან ერთად, ესე იგი, შეფარული კომპანია, რომელიც აწვდიდა ამ ვაქცინებს ტეტანოსისას. ეხლა ეს ყველაფერი რა ხდებოდა და რა არის? ეს ყველაფერი მოხდა ტეტანოსის ვაქცინის პროგრამის საფარქვეში. არავინ იცოდა, რომ ვაქცინები შეიცავდა მაგალითად ჰორმონს, ეს არის ადამიანის ქორინოლული გონატოტროპინი, ესე ვქვია. ადამიანის ქორინოლული გონატოტროპინი არის ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში იმპლანტაციის შემდეგ და გამომიშავებს ქორიონს, ემბრიონის მემბრანა. მე ესე იგი, აქ როგორია, ჰორმონის დონე ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის ნორმალური განვითარებისათვის. რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია მისი მონიტორინგი, იმიტომ რომ კვლევები ადამიანების და ქალბატონების ხდება. ამის შემდეგ პრაქტიკულად ეს ქალბატონები, საბისი ვაქცინებაც მოხდა, პრაქტიკულად არიან სტერილიზებული. ვინმე ვიცით ჩვენ მაგალითად, რომ დღეს რომ თავს გვაქვს ჯანმრთელობის სამინისტრო, მაგალითად რომ უნდა ავწრათ ჩვენ პატარა სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ვირუსს, ეხლა მე აღარ ვამბობ, არ მინდა გავამახვილო ამის ყურადღება. ასევე ამას გადავაბავებთ, რახან კენიას შევეხეთ, ეს კენიაში ხდება, ხო? ეხლა კენიაში შევეხეთ, მე მინდა რომ მაყურებელს ვაჩვენოთ ერთი ვიდეო და ფოტო მასალაც. სადაც აბსოლუტურად აი ეს გოგონები, ესე იგი, უცნაური დაავადებაა, არავინ არის ის, იწევს ქვედა კიდურების პარალიზებას კენიაში. ვაქცინირებული იქნა COVID-19 ყველა ეს ბავშვი. თუმცა მანამ არავინ არ იცოდა, ეს არის 2022 წლის ივნისის ბოლო. კენიაში ჩამოვიდა ესე იგი ვაქცინები და წმინდა ესე ვთქვათ, კენის წმინდა ტერეზას ერეგის სახელობის გოგონათა საშუალო სკოლაში მოხდა ამისი ვაქცინირება. და პრაქტიკულად თქვენ მეგობრებო ხედავთ კადრებს ახალგაზრდა ბავშვებისას როგორ იქცევიან და როგორ მოქმედებენ და ალბათ თქვენც თუ გაითვალისწინებთ რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს იგივე არ დაემართოთ, ცოტა უნდა თავი შევიკავოთ ამ მიმართულებით. აი ესეთი ვითარებაა და იმიტომ არის ეხლა და ამას კიდე ერთ დავამატებ ქალბატონო მაგა თქვენის საშუალებით და უფლებით. აი Pfizer შევეხვეთ, ხო? დღესაც კიდე Pfizer-ზე მიდის კიდე ტელეგადაცემები სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც მის პარტიებს განიხილავენ. ანუ ესე იყო რამდენიმე პარტია. ეხლა არ მინდა ხოლმე დასახელება ვაქცინის, მაგრამ მე ამ ეტაპზე მომიწევ. ეს იყო რამდენიმე პარტიად შემოსული ვაქცინა. პირველი, მეორე, მესამე პარტიებად როცა შემოვიდა. მაგრამ რომელმა გამოიწვია უკუ რეაქცია და მოსახლეობაში რა ვითარება მოხდა მაშინ. ეხლა ამას მე წინა გადაცემაზე თუ ეს მოსახლეობა არ გაითავისა და არ მოითხოვა გამოძიება და არ მოხდა ექსგუმაცია მიცვალებულისა და მერე დამტკიცება რომ რითი იყო დანამდვილებით ეს გარდაცვალება არა კოვიდით, არამედ მის მიერ ვაქცინით გამოწეული სხვა და ან ვაქცინით გამოწეული, მანამდე ჩვენ ცოტა რთულია. მეორეც არის
მინდა რომ ვაჩვენოთ ფოტო მასალა, სადაც სკოლებში რატომღაც შობლებს სთხოვენ რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე წერილობითი თანხმობას. 16 წლით ასაკის ბავშვები. ძალიან საეჭვოა, ძალიან კარგი რომ შეეხეთ. ეხლა მეორე, მე ამაზე სხვათა შორის შაშანაც იყო და ყოველთვის ვცდილობ რომ არ მინდა რომ მაინც როგორც იურისმა ცოტა რაღაცები ვიღაცა იმიტომ რომ არ შეიძლება, მაგრამ ფაქტი არის რომ გამომიგზავნეს ადამიანებმა და მთხოვეს როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ, როგორ გავაკეთოთ. მივიცეთ უფლება თუ არ მივიცეთ. მე გეტყვით ბატონებო, თქვენი გადასაწყვეტია თუნდაც ჩემი აზრს თუ მეკითხებით, მაშინ გეტყვით, რომ არც თანხმობა და არც იმაზე იქ არის თუ დააკვირდებით, მანდ არის უჯრედები, სადაც ესე იგი უარის შემთხვევაში წავსებთ და დადებით შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში არ რომ პრაქტიკულად უარს თუ განაცხადეთ და მას თქვენ პტიჩკებს აღნიშნავთ, ჩათვალეთ რომ ესეც გინდა უნებლიეთ მაინც ერთვებით ამ პროგრამაში. მაგრამ ასეთივე ის ფურცლები სხვადასხვა პოლიკლინიკებში ყოფილა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოსახლე რუსთავიდან, რომელმაც დამეკავშირდა და მითხრა რომ გვაძალებდნენ რომ ჩვენ შეგვებსო, სანამ მე არ დავემუქრე რომ პოლიციის პატრულს გამოვიძახებ და თქვენ არა გაქვთ უფლება, მანამდე არ დამანებეს თავი. როგორც კი პატრული უხსენე, მაშინვე დამანებეს თავი და ესე იგი გამომიშვეს და ხმა არ გაიგეს. ანუ რას ვამბობთ, ხო რა სადავართ? უკვე ეჭვს იწვევს ესეთი საქციელი დაძალება და არ არის ნებაყოფლობით. იმიტომ რომ არაერთხელ წერილით მიწერილი, როცა ხელისუფლებას მიმართა, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და ეუბნები რომ გინდა პასუხი რომ შენ აი აქ დაждდე და მოსახლეობას უთხრა რომ არა ბატონებო, კარგია, ხო ვიღაცა ამაზე ფიქრობს ან ასე შემდეგ. და მეორეც კიდე დიდი ამბავი ატყდა, ეხლა ერთს ვიტყვი კიდე ბატონ ზვიადის, მე სულ ერთხელ შევხვდი და გავიცანე ამ ბაზვია ტომარაძეს, რომელმაც ხელმოწერები ააგროვა, სამსახურე ხელმოწერები და შევიდა პეტიცია პარლამენტში და პეტიციის განხილვა რატომღაც ვერ შედგა, უბრალოდ ხელკენჭი უყარეს და გადაუგზავნეს სამინისტრო. ეს აბსოლუტურად აბსურდია, როგორც ასეთი თქვა. მაგრამ აი უყურეთ, რამდენიმე დღე დაშირდა ამ ადამიანს სულ შინაურული წრერო დაეწყოთ შემოვლარო და ხელი მოეწეროთ 300 ადამიანი. 300 კი არა, ერთ დღეში 3000-ზე მეტიც უნდა შეიკრიბოს თუ ადამიანი ნორმალურად აზროვნებს და იფიქრობს მის ჯანმრთელობაზე და კი სიცოცხლეზე, ბოლო-ბოლო ჯანმრთელობას თავი დავანებოთ. აქ არის ზუსტად სიცოცხლეზე, იმიტომ რომ ესე არ შეიძლება ესე ხელაღებლი თქვათ, რომ აუ ყველაფერი კარგია, ყველაფერი ესე რაღაცა ან ცუდია, ხო? ჩვენ გვინდა კვლევა, ჩვენ გვინდა ფაქტები, თუმცა ფაქტებით მე ვსაუბრობ, ხელისუფლება მე ვერ ვერც მესაუბრება, ვერც როიტყვიან აი ახლა იმაზე გამოსვლა ჯანმოდან თუ არა, ეს ახლა სამინისტრო რო ვერ გადაწყვიტავს, ეს ხო ფაქტია. ეს უნდა მიიღოს პარლამენტმა, ეს უნდა გადაწყვიტოს პრემიერმა და ასე შემდეგ. არ აწყობთ ბატონო კობა, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი. დიდი თანხები შემოედინება. რა თქმა უნდა, ჯერ აი კიდევ კოვიდის თემას დაუბრუნდეთ. კოვიდის დროს ვაქცინების შემთხვევაში, აი როგორც ახლა ამ ბავშვების შემთხვევაში არის რომ დამაძალესო, ხო? იყო პირდაპირ მოთხოვნა დაძალება სამსახურებში. მე ვიცი ძალიან ბევრ სამხედრო სამსახურებში იყო პედაგოგებს, ანუ ძალიან ბევრ ადამიანს ყველა საჯარო სამსახურში აძალებდნენ, და არა მარტო საჯაროში, რომ უნდა გაეკეთებინა, ან დაკარგავდნენ სამსახურს, ან კიდე, ნუ რა თქმა უნდა, ეს უკვე ნამუსზე შეგდების პოლიტიკა იყო, რომ აი შენ რო არა იცრები და შენ რო რამე დაგემართო, შენ ვალდებული ხარ მე რო სხვის ჯანმრთელობაზე აგებ პასუხს, ანუ ეს იყო ტერორი, მე აი თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ტერორი იყო ადამიანის ფსიქოლოგიური ტერორი, რომ იქ ვერ წახვალ, იქ ვერ შეხვალ, იქ საჭმელს ვერ იყიდი რაღაცა და ნუ აი ხალხის ტერორი. ამასთან დაკავშირებით, რაც მაშინ ჩვენ გადაცემები ვწერეთ და მოსახლეობას რა თქმა უნდა გავაგებინეთ კიდევ რაღაც რამოდენიმე ადამიანი მაინც გამოფხიზლდა და გაიგო სიმართლე რა არის და ჭეშმარიტება ეხლაც მოუწოდოთ რომ ეხლაც არ არის გვიან რაც ხდება ზოგადად ამ ჯანმოში ან რატომ უნდა გამოვიდეთ ჯანმოდან რომ გაიგოს ამ ხალხმა რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ერი არა მარტო ცალკეული ადამიანები, ერი ზოგადად ერი ვდგავართ საფრთხის წინაშე. ჩვენი ერი უკვე გადაშენების პირას არის. ეს უკვე დაწყებულია პრაქტიკულად ჩვენი ერის გადაშენება და ამაზე რატომაც არა. ეხლა მე არავის არ მაქვს, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ აი თუნდაც დავიწყოთ, ხო? ქვეყნინა
გარბის ადამიანები აი მაგ თემაზეც ეს ერთი ფაქტორი. რატომაც მის ნაცვლად შემოედინება სხვა ტომის ადამიანები. მოდი ახლა ეს შეიძლება თქვან არაფერი არ ვიცი. ესეც ერთ-ერთი საფრთხეა ეს გადაცემის. ესეც ერთ-ერთი საფრთხეა. ანუ პრაქტიკულად თუ აქ აი ცხოვრებაა, მაშინ რატო შემოედინება ეს უცხოელები? თუ არ ვარგა, ან მაშინ რატო მოდიან? ჩვენები რატო გარბიან, თუ კაი ცხოვრება და თუ ცუდია რა ისინი რატო შემოდიან? რატო ანაცვლებს ქართველი ერის წარმომადგენლობა სხვა ერის სხვა ტომეული, ხო? ახლა იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი გეგმა გლობალისტებისა, რომ პრაქტიკულად პატარა ერები გააქრონ ქვეყნიდან, თორე ტერიტორია არაფერია. მე მქონდა შეხება, როცა წარვადგინე ერთ-ერთ რგვალმაგიდაზე, რომ ტერიტორიის გაყიდვა უცხო ქვეყნებთან მიმართება არ შეიძლება და დიდი მასალა წარუდგინე მე კოდებით. სადაც იყო სხვადასხვა ქვეყნების ესე წარმომადგენლები, მისი უკვე ეს იყო გეტყვით 2015 წელი იყო. ამ ხელისუფლების დროს. მაგრამ სანამ იქ დამჭირდა საკმაოდ დრო, რომ დამემტკიცებინა ის, რომ იმ ტერიტორია ჩვენი რომელიც ჩვენ გავყიდეთ და სხვა, აი მაგალითად არაბებს ვიტყვი, ხო, არაბებული სოფლები რო შენდება. ის პრაქტიკულად დავიწროებენ ჩვენ მოქალაქეებს. ეს არის უბედურება. მაგრამ აქ მეორე არის კიდე ის მთავარი, რომ აი უყურეთ, აი ეს საფრთხე, რომელიც თლიანობაში არსებობს და ჯანმოდან გამოსვლა ეს იყოს მთავარი ჩვენი მოთხოვნა ხელისუფლებასთან მიმართებაში. რადგან ჩვენ არ გვჭირდება არავინ იყოს პატრონი ჩვენი. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ადამიანების ეს სხვადასხვა. ეხლა აი გეტყვით, როგორი მაქსიმალურად ერთ-ერთი ონკოლოგის ინტერვიუ წავიდე, სადაც გაუცებას ვერ მოვას, როგორ საოცრად ვითარდება სიმსივნე საქართველოში. არის ონკოლოგი გაოგნებული, მაგრამ მიზეს ამისას ანავერ ამეცებს. საკვებშია, ჰაერშია, წყალშია, გადამდებია, შემომტანია თუ რა არის. მე არაერთხელ ვთქვი ერთ-ერთ ტელევიზიებში, რომ როცა ადამიანები შემოდიან სხვა უცხო ქვეყნიდან, მათ უნდა მოხდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. რისი რა ვირუსი შემოაქვს, რა დაავადებითაა შემოსული. იცით, როცა შემოვა და ის განავრცობს იმ დაავადებას, ის უკვე ძნელია. მანამდე უნდა მოხდეს და მანამდე უნდა მოხდეს იქიდანვე გაძევება თუ მას რამე დაუდგება. დიახ, საზღვარზევე, კი. საზღვარზე. ესე არის ყველა ქვეყნები. ეს არის აფრიკის ქვეყნები, ინდოეთი, რომელიც უფრო ხშირად არიან ჩვენთან და ძალიან აქტიურად შემოდიან, ხო? ადამიანები აგერ ქალაქში ყველამ კარგად იცის, რომ ეხლა ვინ ჭარბობს. ხო, მეტრო ავიღოთ, ხო? ხალხი გაოგნებულია, გადაღებულია, მეტრო სავსეა, უცხო ტომელებით. ქართველი ერთმა ქართველმა ძლივს გადაიღო, მე მგონი ამ მთელი ესე იგი ეს ვაგონი მისი მეტროსი, ხო? ეს უკვე სასიცოცხლო და სატირალია ნამდვილად ძალიან ცუდი მდგომარეობა. ამიტომ მე მოუწოდებ ქართველ ერს, რომ მაქსიმალურად უნდა თქვა თუ არის ჯანმოზე, მაქსიმალურად უნდა მოთხოვოთ ხელისუფლებას ჩვენ, რომ ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნოდეს და მეორე კიდე ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში მე არ მოვო მის დაანგრევას, მით განადგურებას, არა, უნდა მოხდეს მონიტორინგი, უნდა შემოწმდეს, მაგრამ ეს უკვე რამდენად შეძლება, ხო? განთავისუფლდნენ დასავლეთის კლანჭებიდან ესე ვთქვათ, ხო? მაშინ თუ განთავისუფლდით ბატონებო დაგვიმტკიცეთ. იმიტომ რომ ეს ობიექტი იყო, არის და რჩება პენტაგონის სამხედრო ობიექტად. აქ დღესაც მუშაობენ შემცირებული რაოდენობით ამერიკელი ბიოლოგები და სამხედრო პიროვნებები, რომლებიც გადაადგილდებიან დღესაც კიდევ დიპლომატიური ნომრებით. ბატონო კობა, ამჯერად ვინ აკონტროლებს ლუგარის ლაბორატორიას, მაინც თუ შეგვიძლია მიახლოებით მაინც თქვათ? ანუ რაიმე კონტროლი აქვს ამ ლაბორატორიას და რა ხდება, თუნდაც იციან რა ხდებაში. ეს როგორც ახლა ხალხში არის მეორე დაავადება და კონტროლის ცენტრი. განსხვავებულია. ამას აქვს სხვა დაფინანსება, ამას სხვა. თუმცა ის, რასაც ლუგარის ლაბორატორია, რასაც დასავლეთის სპეციალისტები მუშაობენ ქვევით, ხო, იქ ქართველი სპეციალისტებიც არ შედიან. ამიტომ სათხე ყოველთვის მე თქვი კიდე და გამეორდები.
თუ ესენი კარგ საქმეს აკეთებენ, მაშინ კითხვას ვსვავ, რატომ ხდება რომ ნარჩენები გამოედინება იქიდან და ჩაედინება ერთ-ერთ პატარა ਰੂ არის იქ, რომელიც და მერე ეს უერთდება მტკვარს, მაგალითად ღამე უშვებენ ამას და რატომ ხდება ასევე ღამე აი იმ კვამლის გამოშვება, რომელიც სხვადასხვა ფერია და ადამიანები, რომლებიც აი ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები, არაერთი ფილმი იყო გადაღებული სხვადასხვა, სადაც ხმამაღლა ლაპარაკობენ თვითონ მაცხოვრებლები, რომ როგორი საშინელი სუნია, როგორი საშინელი ყელის წვა აქვთ, ან რატო ხდება მაშინ ასე? ანუ რაღაც ნივთიერებებს უშვებენ, ესე გამოდის. იმიტომ რომ მე ხვდები, რომ ესე იგი თუ ჩვენ გადაცემაც რო გქონდათ ამის წინ რომ მაგალითად ქიმიურ ბილიკებზე ვამოვდით, ხო? თუ ის უშვებენ. აქ თუ გამოდის კვამლი და თვალებს წვავს იქ მაცხოვრებლებს და ასე ღამის საათებში და ასევე თუ ყელი ეწვით ადამიანებს. ნუ ეს ხო თლიანად სასუდ ორგანოებს მოქმედებს, არა? რატო ხდება მაშინ თუ იქ დადებითია ყველაფერი და თუ იქ არის? და თუნდაც თუ დადებითია და ყველაფერს კარგად ასრულებენ და არაფერი დასამალი არ აქვთ და ცუდი იქ არაფერი ხდება, მაშინ რა საჭიროა ესეთი დახურული სივრცე და რა საჭიროა ესეთი, ესე ვთქვათ, გასაიდუმლოება თუ რა ხდება ლუგარში. მე მგონი უფრო კარგი იქნებოდა რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს ყველა ინფორმაცია, რომ მოსახლეობაც მშვიდად იყოს და რა თქმა უნდა ხელისუფლებაც, რომ იქ რაღაც საშიში არ ხდება. აი ხალხობა ხელისუფლება მხოლოდ ეხმობა პატა იმ ნაცის ესე გადაცემულ ინფორმაციას, რომ ის ახლა ნუ ჩვენ ყველამ ვიცით თვითონ განაცხადა, რომ პენტაგონის დირექტორის მოადგილის მეგობარია და მაშინაც დაახმამაღლა და აბა ერთი მიდით და მე შემეხეთ. ეს განაცხადა მან, ესე რა ვქნა, უნდა ვაღიარო. მაგრამ მე ის პროგრამებიც ამაქვს სვათაშორის, რომელ პროგრამებზეც ეს ლაბორატორია მუშაობდა და განაგრძობს მუშაობას. აქ წლებია დასახელებული და მაყურებლისთვის სხვადასხვა ერთ მეორედ ვამბობ ამას. ძალიან აქ რო ჩახედავ, იტყვი რომ როგორ წლების მიხედვით პრაქტიკულად ის რაც ჩვენ მოსახლეობას ტკინვეული იყო სხვადასხვა დაავადები და გადამტანი, ეს იყო ღორის გრიპი, ქათმის გრიპი, მერე იქ რო დავხოცეთ ქათმები, დავხოცეთ ღორები, რატო ხდებოდა, ჭირი იყო, ეს ყველაფერი პრაქტიკულად არის აი ამ დოკუმენტებში, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ხდებოდა, ამაზე მუშაობა წლების მიხედვით არის აქ მაგალითად და ამაზე და მე ხა ჩვენ გვეგონა რომ აი არის ღორი დაავადა. არაფერი ბატონო, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი. თუ კოვიდი შექმნეს ხელოვნურად, თქვენ რა გონიათ რომ ამას ვერ შექმნიან? რა თქმა უნდა, არაფერი გაუჭირდა. შემდეგ და ასე თებაში. თუნდაც ერთი არ ვუყოთ, აქ ისიც კი არის, რომელ იმას რამდენად აფინანსებდნენ. აი უბრალოდ ავიღოთ, აი 2021 წელი 09/16 ეს არის გრიპის მეთვალყურება შეერთებული შტატების გარეთ. აი უბრალოდ ავიღოთ. შეერთებული გარეთ. ესე იგი ამერიკაში არა, საქართველოში ანუ სასოფლოში ანუ სხვა ქვეყანაში არ აქვს ამას მნიშვნელობა. დაფინანსებული არის $250,000. რომ მხოლოდ ამაზე იყოს ერთ-ერთზე გეუბნებით, ხო? აი 19 წელი მაგალითად აქ პროექტი 14-40 მინიშნება გრიპის ვაქცინის დანერგვა ან გაფართოება შეერთებული შტატების გარეთ. თქვენ გახსოვთ ხო, რომ გრიპის ვაქცინა რო შემოდიოდა და აქ ავიცრათ ყველა მეტრო გრიპი არასოდეს არ ამცრილვარ და არ მისისრებოდა, უი არა იცი რა ძალიან იოლ ფარგლებში გადავიტანე. არა ბატონო, აგერ არის 30/09/16 წელია და 19 წლამდე უნდა გასულიყო ეს პროგრამა, 19 წლამდე მიდიოდა ეს, რა ქვია, ესე ვთქვათ, კვლევა და დაფინანსებული იყო $750,000. აი ხლა მე ითხარით, როცა ამ ფაქტებს მე ვკითხულობ, როგორ დავიჯერო მე ლუგარის კეთილდღეობაზე ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ნუ როგორ დავიჯერო ბატონებო, რომ თქვენ იმ ვაქცინებს, რომელსაც ასე უფასოდ გვირიგებთ, ის არის ჯერ უფასოდ როგორ შეიძლება მილიარდები ჩადო და უფასოდ დაურიგო ადამიანებს ეს ვაქცინა, ეს წარმოუდგენელია. ამ ხალხს რო ესეა. აქ არის უზარმაზარ თანხებზე ლაპარაკი. აქ არის
არ ვიცი რა ამეებს რო ხედა ეს არის ძალიან ზღვაში წეთი რაც მე ახლა თქვენთან წამოვიღე და ამას ახლა უბრალოდ როგორც ასეთი შეუძლია ორგანოებს დაინტერესდნენ ხელმისაწვდომია მით უმეტეს თუ დაიწყება გამოძიება თუმცა ისიც გავიხსენოთ თუ გახსოვთ აი ამ პანდემიის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ პრემიერი იყო სამთავრობოს ხდომაზე განაცხადა რომ მე ავიცები მაგრამ მაინც ვერ ავიყავი დაცულიო ვერ დავიცავი ამ კოვიდიდან მაინც შეეყარა და სხვათა შორის კაცრად მოსთხოვა მაშინ როცა ხდომაზე იყო ბატონი იმნაძე არა ეს გამყრელიძე ხო ამიხსენეთ მაშინ რომელიმე ვაქცინა რომელიც შემოიტანეს და რომელიც აიწყდა ეხლა მაგალითად ასევე ძალიან ჩინურ ვაქცინაზე იყო კიდე საუბარი ახლა ასევე აქტუალურია მაგალითად პაპილომა ვაქცინაზე ხო რომელიც ასევე უფასო თან ბიჭებსაც უნდა გაუკეთოთ გოგონებსაც უნდა გაუკეთოთ თან მერე გაზარდეს ასაკი მისი ვაქცინისა ამიხსენეთ უშვილობას იწვევს ჩემო კარგებო ეს არის ყველაზე საშინელი ესე ვთქვათ ვაქცინა რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენს ახალგაზრდებში უნაყოფობა ამიტომ უკვე მე მგონი ძალიან ისევ საუბრობთ ბატონო კობა და თქვენ მით უმეტეს იმდენად დაწვრილებით საუბრობთ ამ თემებზე რომ მე მგონი მოსახლეობისთვის უკვე უნდა იყოს გასაგები ის რომ რისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ მოსახლეობის შემცირებაზეა სოფლიოში საუბარი და რა თქმა უნდა ამ პატარა ქვეყნებზე როგორიც არის ახლა საქართველო და ასე შემდეგ სხვადასხვა პატარა ქვეყნები რომლებიც სადღაც 1,800,000 ადამიანს წარმოვადგენთ ჩემო კარგებო და არანაირად 3,5 მილიონს ჩვენ არ წარმოვადგენთ უკვე და ეს 3 მილიონი მალე დაიდება ეს კი რა თქმა უნდა შემოსულები ეს 3 მილიონიც კიდე თუ ვართ მაგდენი თვითონ საქართველოს მოქალაქე ზუსტად გუში მქონდა გადაცემა ჩაწერეთ რა რაოდენობაზეა საუბარი არაოფიციალური ცნობებით, მაგრამ ძალიან მიახლოვებული 95%-ით მიახლოვებული ცნობებია, რომ 4,800,000 ვართ ქართველები უკვე დარჩენილი საქართველოში და რა მინდა ვთქვა, ძალიან ადვილია აი ამ ბრძოლით, რასაც ჩვენ საუბრობთ ახლა ბიოლოგიური იარაღი და ყველაფერი შედის ამაში, თუნდაც ის საკვები პროდუქტები ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ და ასე შემდეგ, თუ რა ხდება ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და რატომ უნდა ვიყოთ ყურადღებით და რატომ უნდა გამოვიდეთ ჯანმოდან რაშია საქმე და რაშია საშიშროება მე მგონი ძალიან კარგად საუბრობს ბატონი კობა და კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ კი ბატონო აი უბრალოდ გეტყვით ტელემაყურებელს აი ეს დოკუმენტი დიახ ოფიციალურია ეს არ არის და უბრალოდ ხაზი მინდა რა წეგნები უბრალოდ მინდა რომ გამამყარო ჩვენ მე ეს ჩემი სიტყვები დოკუმენტით დიახ დაურთოთ თანაუცილებლად ეკრანზე 2017 წელი 10.05 მაისის თვეა. ნუ და აქ წერია მიმართავს ამერიკის საელჩო თბილისში გაწმოვებთ რომ საელჩოს სახელზე თბილისში აეროპორტში ზედდებული, ნუ იქ ნომერია. ჩამოდის საჰაერო ტვირთი, რომელიც შეესას ლაბორატორიულ მასალებს. მითხარით რა თუნდა საელჩოს ლაბორატორიული მასალა. ეს ერთი მომენტი. მოგახსენებთ რომ ტვირთი განკუთვნილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთ-ერთი სააგენტოსთვის. ამიხდეთ რომელი სააგენტოა ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი სააგენტო. არ არის დაკონკრეტებული. ლუგარის ლაბორატორია ხო არ არის? ახლა მაშინ მივიდეთ. ვინაიდან ტვირთი სწრაფ ფუჭებადია, რა ჩამოიტანეს ახლა ვერ გავიგე. ესეთი სწრაფ ფუჭებადია და მოითხოვს შენახვას განსაკუთრებული პირობებს გთხოვთ გაგვიწიოთ შუამდგომლობა თბილისის რეგიონალურ საბაჟოსთან აღნიშნული ტვირთის განსათავისუფლებლად საბაჟო ზედამხედველობისაგან. შეძლების დაგვარად მოკლე ვადებში გთხოვთ იხილოთ თანდართული ტვირთის შესაძლებლად, ნუ ასე შემდეგ. ამას ხელს აწერს ახლა მე არ დავასახელებ გვარდა სახელს, ვინც აწერს და ასე შემდეგ, ეს არის ოფიციალური საბუთი, რომელიც თურმე შემოვიდა ტვირთი, ნამდვილად ვიცი რა ტვირთით შემოვიდა, აქ რა მაქვს მეორე საბუთი.
მაგრამ რო შემოვიდა და მალე ქუჭებადია, რატო ამერიკის საელჩოს რომელიც სააგენტოა და რატვირთები შემოდის, რო ასეთი და უნდა საბაჟოს გვერდითავლით. რატო არ უნდა იყოს სახელმწიფო უშუალოდ რა თქმა უნდა ჩართული თუ რა შემოვიდა ნარკოტიკი შემოვიდა რა შეიძლება რაღაც შეიძლება რაღაც ბიოლოგიური იარაღი შემოვიდა იარაღი შემოვიდა ნარკოტიკი შემოვიდა რა შემოვიდა როგორ არ უნდა დაინტერესდეს ეს არის ცირედი იმისი რასაც მე მაქვს ხელთ ხო ცირედი უბრალოდ ბატონებო ხო შეიძლება ამას აი კიდევ თქვი და ვიტყვი აი კომისია დაინიშნა კაცო, ვიცი ეს ნაციონალები რა გათახსირებული და გაფუჭებული ხალხია, ვიცი და ჩემზე უკეთესად თვითონ იციან, იმიტომ რომ ნაწილი ხელისუფლებაშია, რომელიც ნაციონალებში იყვნენ, ხო, რატო ამას, ხო? მაგრამ რატო არ იძიებთ ისეთ საქმეს, რომელიც თვითონ ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას ეხება, მის ჯანმრთელობას, მის როიტყვიან დაცვას ეხება. რატო არ იძიებენ ასეთ დოკუმენტებს? ეს აბსოლუტურად მე თუ მოვიძიე, მე თუ მაქვს და მაქვს არა მარტო ეს, ბაზზე სხვა დანარჩენი. მაქვს ისიც მაგალითად რომ მე მგონი თქვენ გადაცემაში არ ვიცი ისიც რომ რამდენი თანამშრომელი მუშაობს ლუგარში, ვინ არიან, გვარი, სახელი, რამდენია ხელფასი, ესეც ვიცი. ძალიან მარტივი პასუხი არსებობს ბატონო კობა. მე ძალიან ზოგადად გამოვირჩევი ოპტიმიზმით. ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ და არასოდეს ცუდ ნოტაზე არ ვამთავრებ გადაცემას, მაგრამ წარე რეალობაც უნდა ვთქვათ. და პირდაპირ და სიმართლის თქმა მიყვარს და რა თქმა უნდა მივხვდებით ამას, მაგრამ ამისათვის ეს რომ ესე არ მოხდეს, აუცილებელი საჭიროება იმისი რომ ჩართულობა გამოიჩინოს ჩვენმა საზოგადოებამ. რატომ არ იძიებენ? მე მგონი ორივე ძალიან კარგად ვიცით პასუხი. არის ის ბატონო კობა რომ ეს იმხელა დიდი აფიორა და მაფია ესე ვთქვათ და კლანია რომ ყველას ყველაფერი აწყობს რასაც აკეთებენ. ამიტომ ჩვენ მე საზოგადოებაზე ხალხზე მეშლება ნერვები უბრალოდ რომ მე მესმის ძალიან არ იმსახურებს ჩვენი ხალხი იმას რომ იყვნენ ესეთ მდგომარეობაში და ესეთ პირობებში, მაგრამ აი თქვენაირმა ადამიანებმა, თქვენაირმა სპეციალისტებმა ზუსტად თქვენ უნდა მოუწოდოთ ამ ხალხს აუცილებლად იმისაკენ რომ როგორმე ჩვენს ხელისუფლებამდე მიიტანონ ამბავი და წვრილმან დეტალებზე არ ესე ვთქვათ, არ უნდა მოვიშალოთ ნერვები ადამიანებმა და უფრო რაციონალურად ვიფიქროთ იმაზე თუ რა გვიშლის ჩვენ ხელს რომ ვიცხოვროთ კი არა, ვიცოცხლოთ, ამაზეა უკვე საუბარი. ეს თუ არ შევიგნეთ ჩვენ თვითონ ადამიანებმა რომ ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია თვითონ ხალხი მანამდე მე მგონი არაფერი არ გამოვა. აი ჩვენ ტელევიზიის საშუალებით ყოველთვის ვაწვდით ხმას რომ ვართ ამდენი ადამიანი დარჩენილი. იყიდება მიწები, საქართველოს მიწები. საქართველოში შენს ქვეყანაში უფრო მეტი რაოდენობა არის დაუშვათ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიდრე ჩვენი, ხო? ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამდენ რაღაცას ვაშუქებთ, ამდენ რაღაცას ვამბობთ და თქვენ კიდევ ახსენეთ რამოდენიმეჯერ გადაცემის სრულობის დროს, რომ ქილიკობს ზოგი ამაზე და ზოგი ამას სერიოზულად არ მიიჩნევს. მაგრამ არც ის დაგვავიწყეს, რომ მეორედ მოსვლა არის მოახლოვებული და მეორედ მოსვლა მაინც და მაინც ის კი არ არის ბატონებო, რომ რაღაცა მთები გადმობრუნდეს და მიწაში ჩავარდეს ადამიანი და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ქრონოლოგიურად იმისკენ მიდის, რომ მოსახლეობა შემცირდეს და დაიცალოს ქვეყანა ქართველებისგან. და ზუსტად მაგიტომ ვამბობ. იმიტომ არ იძიებენ ბატონო კობა ამ ყველაფერს და იმიტომ არ აწყობთ, რომ იქ სადაც დიდი ფული ტრიალებს და იქ სადაც დიდი რა თქმა უნდა, რატომ უნდა გამოიძიონ, თავარია თვითონ იყვნენ კარგად. იცით რა? ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ რაც თავარია. ირაკლი კობახიძესაც მივწერე ოფიციალურად ჩავაბარე წერილი. ასევე ჩავაბარე ირაკლი ღარიბაშვილს, როცა იყო პრემიერ-მინისტრი. ასევე კიდე არჩევნების წინა დღით სხვადასხვა წავედი და თავარ ოფისში, ოცნების თავარ ოფისში შევიტანე წერილი. კი, მესმის არჩევნებით იყვნენ დაკავებული, მაგრამ ასეთი რა წასაკითხი, რომ ჩემი წერილი ვეღარ წაიკითხეს ამდენი ხანი. რა მიიღეს ამდენი წერილი, რომ ჩემი წერილი ვერ წა, მაგრამ მე აი თქვენ ოპტიმისტი ვარ და ოპტიმისტურად უყურებ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ თიცარ დაუქნე, რომ დასავლეთი ასე თუნდა ჩრდილოეთი, მე მგონი მანამდე გონზე არ მოვა, იმიტომ რომ ეს საფრთხეები, რომელზეც მე ვსაუბრობ, აქ არ არის, ვიცით რა, რომ მარტო ჩვენ გვეღ არა.
ეს ეხება ჩვენ სამეზობლოსაც. რა თქმა უნდა. პრაქტიკულად რუსეთი, რომელიც მოაქცია დასავლეთმა ალყაში ამ ბიოლოგიური ლაბორატორიებისა, ხო, ეს საფრთხე არაერთხელ გაესმა. არაერთხელ და მადლობელი ვარ ბატონი იგორ გიორგაძისა, რომელმაც მან წამოჭრა და იმის მერე იყო, რომ მე დავინტერესდა. მან წამოჭრა ეს საკითხი, მან გაავრცელა ეს ინფორმაცია და მან გააკეთა პირველი განცხადება. თუ არა და აბსოლუტურად საერთოდ მიძინებული იქნებოდა ერი, თუნდაც იმ პანდემიის პერიოდში და თქვენც წეღან ახსენეთ მაგალითად, რომ ჩვენ მაშინ დაგვითმო მართლა ადამიანმა ოფისი, სადაც აი ესეთი გამოყრილი ადამიანები სამსახურებიდან, სკოლებიდან, ინსტიტუტებიდან ძალით იყო, ამაზე ძალიან აქტიურად და ბევრს რო იყვნენ და ზოგი გადავარჩინეთ, ზოგი ვერ გადა, ვინც მოგმართა და რაც შეგვეძლო იმ პირობებიდან გამოსავალი და შევძელით. მაგრამ როცა ჩვენ ესეც უნდა ითქვას, რომ შევედით ლუგარის ლაბორატორიაში ბატონ გამხრელიძის კაბინეტში და პირდაპირ ჩართვა გაკეთდა იქიდან Facebook გვერდზე სოციალურ ქსელთან მიმართებაში მოსახლეობამ მაცკა მაშინ თითქოს კიდე რაღაცა ტონუსში იყო ეს რომ გამოიღვიცა. მაგრამ მე ისევ აი ომი მოხდა და მე თითქოს არაფერი. რა თქმა უნდა ეს ყურადღების გადატანა იყო სხვა თემატიკაზე და ამიტომ ხალხიც შეიძლება ერთი ცუდი ამას რო ვამბობ, მაგრამ კიდე კაი რაღაცა კუთხით, მაგრამ ეს ომი არ იყო თქვენ არ გეგონოთ რომ მარტო რაღაც. ეს ომი იყო ზუსტად მიზანმიმართული სამ კომპონენტზე, ეს იყო ნატოსთან სწრაფა უკრაინისა, ეს იყო ატომური რომელიც უნდათ ატომური ბომბის, ესე იგი დაეპყრობოდა და მესამე იყო ბიოლოგიური ლაბორატორია, იმიტომ რომ 30-ზე მეტი ბიოლოგიური ლაბორატორია არსებობდა უკრაინაში. ზუსტად მიზანმიმართულად და ვრცელდებოდა სხვადასხვა და ჯილეხი იქაც ანებდა ეს იყო ყველაფერი რუსეთის საზღვართან მიმართებაში. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ ქონდა რუსეთს თუ არა და არ ემოქმედა ამ მიმართულებით. და ამან რო იმოქმედა, შემდეგ ამ ყველაფერმა თითქოს პანდემიამ დაიხურა ქუდი და გაიქცა, ხო? სად წავიდა პანდემია? რატო გაქრა უცებ? ჩამოიხსნა, რა ნიღაბი აღარ დადიოდა ნიღბით და ეცით რა არის დღემდე ვფიქრობ და მეცინება ერთი ესეთი ფაქტი რა რომ მანქანით მოძრაობის პერიოდში თქვენ გახსოვთ რომ ცოლი არ უნდა ჯდარიყო გვერდზე ზუსტად ეგ იყო ჩემი გაკვირვების სფერო სასაცილო როგორ იცით მაგათი სასაცილო რატო იცი რომ ესე იგი ბოდიში მე არავის ლოგიში არ მაგრამ ცოლქვანი რომელიც ერთად წვანა თუ მე ერთად ჯდომა მანქანაში არ შეიძლება ნუ ეს მარაზმი იყო ეს ხო საცინვა იყო რა და აქ იმიტომ ვამბობთ რომ აღიარა ყველა თელმა სოფლიომ რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ამ ფაუჩის ესე ვთქვათ რომ 2 მეტრიანი და 1 მეტრიანი დღესაც სასამართლო სუდას მაღაზიებში კიდე შემორჩენილია ის სტიკერები რომელიც დააწებეს და 2 მეტრა და ესეცა დღესაც ეს ხალხი დადიან მაგალითად ნიღბები და ვერ გაუთავისებიათ მაგალითად რა ამაში ერთ-ერთმა მიკრობიოლოგმა თქვა სხვათა შორის რომ ფორები ნიღბისა რომელსაც ადამიანი ატარებს მქონდა გადაცემა მაგაზე 250 ჯერ უფრო დიდია ვიდრე თვითონ ვირუსი ამიტომ ძალიან თავისუფლად ჩვეულებრივად ატარებს ჩვეულებრივად შესაძლებელია რომ ის დაინფიცირდეს რა ესე ხო ამიტომ ამ ყველაფერს ერთიანად თუ მოუყვრით თავს ხო აი მე ხანდახან ემოციურად მიწევს გამოსვლა იმიტომ რომ აღშფოთებას ვერ მალავ იმ ადამიანებს რომელიც აიცით ძალიან ისე უყურებენ ამას თუნდაც რაღაცა დაავადების გავრცელებას ამა თუ იმ ეს წერი იქნება ცხოველი იქნება თუ წופი არის გადამდები რატო არ არის გადამდები მაგალითად წერი და თუ ესეც ერთ-ერთი მიმართულება ერთ-ერთი ბიოლოგიური იარაღისა და ამაზეც ალბათ გავაკეთებთ გადაცემას მაგრამ აუცილებლად კი, ნუ სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა და მე მაინც მომავლის იმედით მინდა ჩემს მაყურებელს დავიმშვიდობო. რა თქმა უნდა, მაინც გვაქვს ჩვენი ხელისუფლების იმედი, ჩვენი საზოგადოების იმედი, რომ ამას ყველაფერს გაითვალისწინებს და ჩვენ არ ვართ ის ერი და ის ადამიანები, რომლებიც უნდა მცირე რიცხოვან ერებში ესე ვთქვათ გაერთიანდეს და წარმოჩინდეს. ამიტომ ჩვენ ბევრი უნდა ვიყოთ და ნამდვილად გვეკუთვნის ის და ყველას ეკუთვნის ამ სოფლიოში რა თქმა უნდა რომ იცოცხლოს და იცხოვროს. ჩვენს დედამიწას ზოგადად აქვს 80 მილიარდი ადამიანის რესურსის მოხმარებისა და დატევის საშუალება. ამიტომ ჩემო კარგებო მაქსიმალურად ჩავერთოთ აი ამ ესე ვთქვათ
საქმეში და ამ ინტერესის სფერო იყოს ჩვენი ის რომ ჩვენი მოსახლეობა არ უნდა მცირდებოდეს და არ უნდა გარბოდეს ქვეყნიდან, არამედ პირიქით უნდა ვიყოთ ბევრი. მე შეგახსენებ ჩვენი ტელევიზიის შესახებ, თუ როგორ უნდა ნახოთ ჩვენი გადაცემები, მაგთიზე ნომრით 46, სილკნეტზე ნომრით 259, ასევე რა თქმა უნდა, ახალ ქსელებზე ვართ ნომრით 292, გვაქვს YouTube და Facebook გვერდები, სადაც ჩვენი გადაცემები იტვირთება. ვართ 24 საათიან მაუწყებლობაზე და სატელიტურ მაუწყებლობაზე. მინდა დაგემშვიდობოთ საუკეთესო მომავლის იმედით, ძალიან დიდი მადლობა ბატონო კობა, ესეთი საინტერესო გადაცემისათვის. დროებით კარგად სანდებოდეთ.